ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდავი არჩევანი პარლამენტში საკანონმდებლო პროექტზე მუშაობა მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს. კამპანია შენგეხებას წევრებს ახალ კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვთ. კანონი დაპირების ადეკვატურად, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა ჩამოყალიბდეს და რეგულაციები არა მარტო წინასაარჩევნოდ, არამედ ნებისმიერ დროს მოიცავდეს. როგორია საკაბელო ოპერატორების და მომხმარებლების მოსაზრებები? ნინო გომართელი ამბობთ. ყველა სატელევიზიო არხი ყველასთვის ხელმისაწვდომი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საკაბელო ოპერატორები ვალდებული იქნებიან სამაუწყებლო სიაში ყველა სატელევიზიო არხი შეიყვანონ კანონის სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს. დავით ბაქრაძემ ამ თემაზე დღეს განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რეგულაცია ხელს შეუწყობს ამორჩევლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. პოლიტიკურ პარტიებს კი საშუალებას მისცემს საკუთარი ხმა ამორჩეველს უკეთ მიაწოდონ. ის, რასაც სახელმწიფო არ აკეთებს სხვა პერიოდში, ანუ არ ერევა კერძო სუბიექტების კომერციულ ურთიერთობაში საარჩევნო პერიოდში დარეგულირდეს განსხვავებულად, სახელმწიფო ჩაერთოს და დაავალდებულოს როგორც კაბელები, ასევე სატელევიზიო არხები, რომ ამ პერიოდში მათ მიაღწიონ სავალდებულო შეთანხმებას და ამ სავალდებულო შეთანხმების ამოცანა და მიზანი გახლავთ ის, რომ საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია. სამოქალაქო კამპანია ეს შენგეხებას მონაწილეები ამბობენ, რომ ახლა მთავარია რა გაიწერება კანონში. ლაშა ტუღუშის განცხადებით მთავარია ვალდებულებები ახალი გადაწყვეტილების ადეკვატური იყოს და რაც შეიძლება მოკლე დროში იქნეს მიღებული. კანონში ესე პირდაპირ უნდა დაიწეროს, რომ ყველა საერთო მაუწყებელი, რომელსაც აქვს ლიცენზია, რომელიც გადაეცემა როგორც სიხშირული, ასევე სატელიტური შესაძლებლობებით, ისინი სავალდებულო წესით უნდა ჩაერთონ საკაბელო მაუწყებლებში. მეორე, რასაც ეს შენგეხებას წევრები მოითხოვენ, არის ის, რომ საკაბელო ოპერატორებისთვის ახალი საკანონმდებლო რეგულაციები არ მოიცავდეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს. ზვიად ქორიძე ამბობს, რომ შეუზღუდავი არჩევანის უფლება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა კანონმა ზოგად ნორმად უნდა დააწესოს. ძალიან უცნაური და მოულოდნელი დათქმა გააკეთა, რომ ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას. მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საყოველთაო ნორმა და იგი უნდა ვრცელდებოდეს მუდმივად, ვიდრე ჩვენი სახელმწიფო არ გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე. რაც შეიწერება კანონში, პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. რა ვალდებულებები და ეკისრებათ საკაბელო არხებს, ამის შემდეგ გახდება ცნობილი. კანონმდებლობის შესრულება ყველა იურიდიული პირისთვის სავალდებულოა, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ კანონის მიერ ვალდებულებას რომელიმე კომპანია არ შეასრულებს, არის შესაბამისი სანქციები, პირველადი სანქცია გაფრთხილება, შემდეგ უკვე ფინანსური ჯარიმებიც არის, ამიტომ კომისია უზრუნველყოფს, რომ ყველა დაიცვას ეს ცვლილებები. პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან რიგითი მოქალაქეებიც. მოაბის რესპონდენტები დღეს ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მიიღონ ყველა სახის ინფორმაცია და შეუზღუდავი არჩევანის უფლება მიეცეთ. ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ეს რეგულაცია არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს. რატო წინასაარჩევნო, რატო არა მერე კიდე თალში. მერეც უნდა იყოს ალბათ. რა, მაგერ რას გამოდის? ერთეს იყოს, ორთეს და მერე არ იყოს. მე რომ მომიდომა, მეორე თვის მერე და შემდეგ რომ მომიდომა, მერე არ იქნება, არა? მე სწორია. მისასალმებელია თუ კი ეს კანონი არ მოქმედება, მაყურებელს მიეცემა საშუალება რომ უყუროს ყველა არხს და შესაბამისად ის ინფორმირებული იქნება წინასაარჩევნოდ. მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებაც მისთვის მისაღები არის. საქართველოში 110 საკაბელო ოპერატორი და 79 მაუწყებელია დარეგისტრირებული. ახალი რეგულაცია ყველა მათგანს შეეხება. Global Contact Consulting-ში ამბობენ, რომ ვალდებულება მუდმივი ხასიათი უნდა მიიღოს. კომპანიის იურისტის განმარტებით ისინი მზად არიან საკუთარ მომხმარებელს ყველა არხი შეუზღუდავად მიაწოდონ. Super TV-ს წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ კანონის აღსრულებას დრო სჭირდება და ელოდებიან, რომ ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაციას უმოკლეს ვადებში მიიღებენ. ჩვენთვის უნდა იყოს ცნობილი ვადაზე ადრე შესაბამისად რაღაცა დრო უნდა მოგვეცეს იმისათვის, რომ მოხდეს ტექნიკურად ყველანაირად მოწესრიგება ამ საკითხის და იმ საარჩევნო პერიოდზე, რომელზეც არის ლაპარაკი, ალბათ გვეცნობება, გამოცხადდება და შესაბამისად ჩვენც მომზადებულები შევხვდებით. ბუნებრივია უჭერ მასქერის ინსტიტუტის დამკვიდრებას მხარს საქართველოში, მაგრამ არა იმ სახით, როგორცაც ახლა გვთავაზობენ, რომ თითქოს ეს მარტო უნდა საარჩევნო პერიოდში დამკვიდრდეს, ხოლო სხვა პერიოდში არა. სინამდვილეში ის რაც შეგვიძლია გააკეთო ერთი დღის განმავლობაში, შეიძლება გააკეთო მეორე დღის განმავლობაში. საკანონმდებლო ინიციატივა ზეპირის სახით მზადაა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კანონის ფორმულირებაზე მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს.